გამარჯობა, თქვენ ამ სახლში ცხოვრობთ? შეიძლება ამ სახლის ისტორია თუ იცით, რო გითხრათ, ანუ ვის ეკუთვნოდა? ამ სახლი ეკუთვნოდა გიორგი ქართველიშვილს 1902. ორ წელს არის. მეტი არაფერი. კარგი, დიდი მადლობა. გამარჯობა. ჩვენ ამ სახლის ისტორიას ვიკვლევთ და ხომ არ იცით რამე ამ სახლთან დაკავშირებით? რაღაც ისტორიები არ ვიცი, მაგრამ რა გითხრათ. ნუ პირველ რიგში ალბათ იცი, ზემოთ ნანი ცხოვრობდა გრეგვაძე, აგილია ვერგოა ცხოვრობდა ამ ოთახებში. ქვემოთ სანდრო მირიანაშვილი ცხოვრობდა. და კიდე ბევრი ეს ჩემი მამობილის გადმოცემიდან ვიცი და სხვა რაც შეეხება აქ ის ვიცი რომ სომეხის იყო ერთი პერიოდი, იმის აშენებულის არის მე მგონი. სომეხი ვაჭარის იყო ეს სახლი, სამი გოგო ყავდა, თითო სართულებში თითო გოგოს და 21 წელს ოკუპაციის დროს ჩამოვარდეს ეს ბინა და დაურიგეთ ხალხს, რა თქმა უნდა, უშევდა გლეხებს. აქ ცხოვრა? დიახ, სახლში ცხოვრა. და თქვენთან თუ არის დარჩენილი რამე ძველებური ნივთი ან რაღაც ბუხარი? ჩვენთან არის მე როში გადმოვედი ამ სახლში და გადმოვეტანა ჩემი ავეჯი და ძველის ბუხარი მაქვს, ოღონდ ანუ ახალი გაკეთებული რა. ძველი არ არის ორნამენტებით აშენებული. შემოგიპატიჟოთ სახლში და ნახეთ. კაი. გამარჯობა. ჩვენ ამ სახლზე ვიღებთ, თქვენ აქ ცხოვრობთ ამ სახლში? იცით ამ სახლის ისტორია, შეგიძლიათ რაღაც მოგვიყვეთ? ვიცი რომ ირანის კონსული ცხოვრობდა რეზიდენციასავით იყო მათი. ხო, აქ იყო ირანის საკონსულო და ოფიციალური საკონსულო მე მგონი არ, უბრალოდ რეზიდენცია იყო, რასაც ცხოვრობდა. და თვითონ ამ მირზა რეზახანი ერქვა ამ ადამიანს და ასეთივე ძალიან ლამაზი შენობა აშენა ბორჯომში თუ ხართ ნამყოფი, აი ეს ფირუზა რო არის ძალიან ლამაზი პარკთან ცისფერი შენობა. ესეც მისი რეზიდენცია იყო, ასე ვთქვათ. გამარჯობა, დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ. ჭერი გვინდა გადავიღოთ თქვენთან თუ შეიძლება. სასწაულები ხდება. საღამოობით, განსაკუთრებით ბავშვები შემოდიან და შავად წერენ რაღაც სატანისტურებას. ნუ რა სიტყვებს წერენ მაგას? აწერია, ინგლისურად წერია. რაღაცებს აწერია. ბავშვები არიან, ეგეთი აგრესიულები, ალბათ, თორე ჩვენ არავინ არ ვიცნობ იმ ბავშვებს. ეს სოლოლაკის სადარბაზო. თაწმინდიდან ჩამოდიან. თაწმინდიდან. მე ევროპაში მივდივარ და უყურებ თუ რა ლამაზი სახლია და რა კარგია და ამ დროს მთელი სოლოლაკი რო შემოვიდა რომ უკეთესი სახლებია ბევრად ვიდრე იქ. ბევრი რაღაცა გვაქვს შემორჩენილი, მაგრამ გამკეთებელი ვინ არის, არ აკეთებს არავინ არაფერს. ეს არის ჭონქაძის 4. გამორჩეული სახლია სოლოლაკში, საინტერესო თავისი არქიტექტურით და თავისი ადგილმდებარეობით. ჭონქაძის 4-დან, ანუ ჭონქაძის მხრიდან რომ შემოხვიდეთ, თქვენ ხედავთ მარტო სადარბაზოს კარს და თვითონ რომ შემოდიხართ, უცებ აღმოჩნდებით გვირაბში და ეს არის კიბეგვირაბი. აი ამ კიბეგვირაბით ადიოდნენ და შედიოდნენ უკვე თვითონ სახლში, აი ამ დიდ სადარბაზოში და ეს მთლიანად ეს გვირაბით აი ეს კედლები იყო მოხატული ძალიან ლამაზად გაწყობილი და აი ამას ვხედავთ სამწუხაროდ აი ამის ნარჩენებს საბჭოთა პერიოდში
ფაქტობრივად ყველაფერი შეიღება, გადაიღება, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ საბჭოთა ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს ეგეთ მდიდრულ გარემოში, მაგრამ ბედად გადარჩა ეს ნაწილი ამ სადარბაზოსი განათება თვითონ სადარბაზოსი ხდებოდა აი ამ ფანჯრიდან დღის განათება და ქვემოთ უკვე აი ეს ფარანები ანათებდნენ უკვე საღამოს და ასევე არის ძალიან ლამაზად ნიშები გაკეთებული რომელშიც სანათები იდგანო ეს იყო განათებული იყო გაშლილი ხალიჩა აქ ამოსასვლელი და ძალიან პომპეზური და ლამაზი სადარბაზო იყო მაგრამ დღეს სამწუხაროდ აი ესეთი მდგომარეობაა ძალიან რთული სიტუაცია იყო თვითონ მხატვრობას კედელთან დაკავშირებით, რადგან ისევ ცეცხლის დამსახურებით იყო გამოჭვარტული, არ იკითხებოდა არც ერთი კომპოზიცია წესიერად და ნელა-ნელა ეტაპობრივად გაწმენდის შემდგომ უკვე ამ გამოჩნდა ეს ბავშვები, წელიწადის 3 დრო და ეხლა ნელა-ნელა მიმდინარეობს უკვე ტონირება და ეტაპობრივი სამუშაოები, გამაგრებითი უკვე ჩატარებულია, ეხლა უკვე აი ნუცა მუშაობს. ეს გაჭვარტული რომ გაიწმინდა, ეხლა არის მთავარი პრობლემა დაკარგული ნაწილების შევსება, ტონირება ხდება მცირე ნაწილების. და რო აგეთქვა უფრო კარგად მთლიანი ნახატი. თქვენ ალბათ რაღაც დამოკიდებულებაც გაქვთ სხვანაირი ხო ამ სადარბაზოში? სახლით არის უკვე. ეს არის აღმაშენებლის 36 ცნობილი თბილისელი ვაჭრის, პირველი გილდიის ვაჭრის ერასტე ჭავჭანიძის სახლი. სახლი არის უნიკალური ერთის მხრივ იმით, რომ ფასადი არის მოდერნის სტილში გაფორმებული, უჩვეულო და ძალიან საინტერესო მასკარონებით და ძალიან საინტერესო დეტალებით და ასევე ამ სადარბაზოში ფაქტობრივად მთლიანად არის შენარჩუნებული სადარბაზოს მოხატულობა. თბილისური ეზოა. იტალიური ეძახან არა, მეგონი თბილისური არ არის, ხო იტალიური. თბილისური ეზოა, იტალიური ეს ტერმინი შემოვიდა სადღაც 60-იან წლებში, აი ესე მე-20 საუკუნის, როცა იტალიური ფილმები შემოვიდა, ეს მასტროიანი და სოფი ლორენი და იქაც რო ისეთი სიტუაცია იყო არეული, როგორც თბილისურ ეზოებში, რატომღაც დამკვიდრდა ასეთი არასწორი სახელი ჩემი აზრით იტალიური ეზო. ან ფაქტობრივად ეს არის ჩვეულებრივი თბილისური ეზო. ეს ძალიან კარგი მომენტია. საერთოდ ეს აივნები რისთვის კეთდებოდა, იცი, ეს არ იყო უბრალოდ აი გასასვლელი. აქ თბილისელები ისვენებდნენ. მთელი ცხოვრება, ანუ გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა ხდებოდა აქ. აქ ისვენებდნენ, ყავას და ჩაის მივირთმევდნენ, ეძინათ ხოლმე ზაფხულში, როცა ბინაში ცხელოდა. ესეთი აივნების მიშენება დაიწყეს, როგორც კი დაიწყო თავიდან თბილისის აშენება აგამ ახმად-ხანმა რო გაანადგურა თბილისი, იმის მერე ქალაქი არ იყო და სახლების აშენება რო დაიწყო, თბილისელებმა დაიწყეს მიშენება ასეთი აივნების და თავიდან ეს რუსული ადმინისტრაცია გაცხარდა, რომ რატომ არ შეიძლება, მაგრამ მე მივხვდნენ, რომ ამას აქ სერიოზული დატვირთვა. და აი ეს ყველაფერი იყო.
ხო, აი არ დაგიკარგავთ, ეს არის კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობა მეზობლებში, ну დღეს ცოტა იკარგება სამწუხაროდ, მაგრამ აი ეს დატვირთვა ქონდა ამას ყველაფერს. ამ პლინტუსების უკან იყო უამრავი წერილი, ჩადებული. ჩემი მალე იყო სომეხი, თან ზაფხული იყო, თან ხო ეს რამოდენისგან გაგიჟებული და კიდე ვფიქრე, სად შეიძლება დაუკავშირდე ვის უთხრა და ვერ მოვიფიქრე მოკლედ და ამასობაში ამ სომეხმა მალე მითხრა, რომ ამას რომ ეწავიღებ, იმიტომ რომ ეს სომხის დაწერილია, გვარი მოწერილები იყო, ვისაც წერდნენ წერილებს და იმ კაცმა აღმოაჩინა თვითონ რომ ეს იყო, ესე იგი გასართობის სახლი. ანუ სომხურად იყო ეს წერილები თუ რა? ეს სომხურები, ზოგი სომხურად იყო, ზოგი რუსულად იყო. ქართულად არ იყო ყოველ შემთხვევაში. ხო, გასართობი რას ნიშნავს? ბორდელი. ну მაშინ როგორ ეძახდნენ მაგას? ну რუსები დომტები იმასწი და ქართულად როგორ ერქვა არ მახსოვს. ხო, ну ყოველ შემთხვევაში ამ სახლის ისტორიასთან საინტერესო იქნებოდა ამის გამოკვლევა. იმიტომ რომ ეს სახლი აქ არ იყო ნამდვილად ბორდელი. არა. ეს სახლი არის აშენებული 1903 წელს და ეკუთვნოდა ძალიან საინტერესო ადამიანს. იყო ესეთი მაქსიმე ანანოვი, რეწველი, მეღვინე, პირველი გილდიის ვაჭარი. საერთოდ ძმები ანანოვებით არიან ცნობილები. ხო, მაგრამ რა მაგვარი ანანოვია თუ ანანიაშვილი? არა, ანანოვი ან ოვნანიანი, სომხურად ოვნანიანი. ანანოვებად იწერებოდნენ აი რუსულად. ხო, ამახინჯებდნენ ქართულ და სომხურ გვარებს და ხო, ესე ანანოვად არის ცნობილი და გარედან არის ზემოთ ეს მათი მონოგრამა M და E. თუ გაქვთ იქ წერია წელიც, ხო, რა წერია წელი 1903 წელი და ეს სახლი არის აშენებული თბილისში შენდებოდა საერთოდ ძირითადად შემოსავლიან სახლებს უწოდებდნენ. ანუ შემოსავლიანი რას ნიშნავს, რომ ერთ სართულზე ზემოთ ცხოვრობდა თვითონ მფლობელი ამ სახლის და დანარჩენ სართულებზე ბინებს ან აქირავებდა, ან ყიდდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ალმასის სასახლეში. ესეთი საინტერესო სახელი ჰქონდა ამ სახლს თბილისში, ასე იყო ცნობილი ალმასის სასახლე და ამ სახლში იყო განლაგებული სპარსეთის საკონსულო და აქვე ცხოვრობდა სპარსეთის ელჩი სრულიად კავკასიაში მირზა რეზა ხანი. ძალიან ცნობილი პიროვნება, რომელიც ერთი პერიოდი იყო სპარსეთის ელჩი რუსეთის იმპერიაში, ელჩი ოსმალეთში, მერე იყო სპარსეთის ოფიციალური წარმომადგენელი ერთა ლიგაში და სხვათა შორის 1933 წელს იყო წარდგენილი ნობელის მშვიდობის პრემიაზე. სამწუხაროდ თბილისში აი შენობა არის ძალიან ცუდ დღეში, როგორც ხედავთ, ჭერი მოითხოვს სერიოზულ რესტავრაციას. აქ კედლებზეც იყო მოხატულობა. ეს ყველაფერი არის უკვე საბჭოთა პერიოდში შეთეთრებული, გადაკეთებული და რა თქმა უნდა ის სიდიდე და სილამაზე ამ სახლმა უკვე დაკარგა. ავარიული აღარ არის, ანუ გაამაგრეს საძირკვე იმზიდი კედლები, ყველაფერი გამაგრებული არის. უბრალოდ რესტავრაციას ვერ შეეხნენ, იმიტომ რომ კულტურული ძეგლი არის და შესაბამისი რესტავრატორები ვერ იშოვეს. ამის რესტავრატორები ვერ იშოვეს? ხო, ამის რესტავრატორები, ამის ფასადის, აქ თაღიც არის რომ შემოდიხარ და აკეთებოდით. ხო, ეს სპარსელი ხელოსნების გაკეთებული, ანუ სპარსეთიდან ჩამოიყვანა თვითონ მან. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ამას სასწრაფოდ ჭირდება ეს ყველაფერი. ანუ სასწრაფოდ როგორ ანუ თვითონ საცხოვრებლად ხო აქ ხიფათი აღარ არის. ანუ გრევა და იგივე რკინა-ბეტონი გამაგრებული, კაპიტალურად გააკეთეს. უბრალოდ აი რაც შეეხება ესთეტიურ მხარეს, აქ არის ხო ანუ პრობლემა ის დარღვევია მოსახლეობაც ვერ გამოსუცვალეთ და
მაგ კუთხით და ოთახებში მე ვიცი მარტო ერთ ბინაში არის დარჩენილი ხო ჭერზე? აი ხო. ჭერზე სადაც 1001 ღამის ფრაგმენტები არის შენარჩუნებული. და მეტი არსად ხო? ეს სახლი ნამდვილად არის აშენებული 1902 წელს და ეკუთვნოდა გამოჩენილ ქართულ საზოგადო მოღვაწეს, მეწარმეს, მეცენატს გიორგი ქართველიშვილს, ის იყო პირველი გილდიის ვაჭარი. გიორგი ქართველიშვილი იყო ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და სათათბიროს წევრი. მის სახელს უკავშირდება მე-19 საუკუნის ბოლოს ვეფხვის ტყაოსნის ახალი გამოცემა. მან დაბატიჟა და საქართველოში ჩამოიყვანა ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაილ ზიჩი, რომელმაც დაასურა ვეფხვის ტყაოსანი. ეს არის ფაქტობრივად პირველი ილუსტრაცია, ვეფხვის ტყაოსნის პირველი ილუსტრაციაა და მთელი ტირაჟი ამ წიგნის მთელი ტირაჟი გიორგი ქართველიშვილმა გადასცა საჩუქრად ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. და კიდე ერთი ქართველი სახელი უკავშირდება ამ სახლს, ეს არის პირველი ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი, რომელმაც გიორგი ქართველიშვილის მემკვიდრეების თხოვნით დააშენა მესამე სართული ამ სახლს და მიაშენა ერთი კორპუსი, ან მეორე სადარბაზო ამ სახლის უკვე არის სიმონ კლდიაშვილის აშენებული. ის რომ ეს სადარბაზო აი ასე გადარჩა, როგორც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩა, არის მეტწილად დამსახურება ქალბატონი თამარ ჭავჭანიძის, ერასტე ჭავჭანიძის შვილიშვილის, რომელიც ასევე ამ სახლში ცხოვრობს და პატრონობდა ამ სახლს, თავის ბაბუის სახლს პატრონობდა და დღეს შემოგვინახა ესეთი სილამაზე. სულ პატარა ბიჭი იყო ხონიში. ხონში კი რა, ხონის კიდე რომელიღაცა რაიონის სოფელში 9 და-ძმაინი იყვნენ და ეს პატარა ბიჭი ერასტი ჩამოიყვანეს თბილისში, მიაბარეს მეპურეს, იგვიდა იმ და გვერდზე იყო საგალანტერიო მაღაზია გერმანელის. ფაიფურით ვაჭრობდა ეს პიროვნება. აი ამ გერმანელმა გაუშვა გერმანიაში ფაიფურის წარმოების ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, როგორც ჩანს თვითონ და შეასწავლა ამ ერასტისაც. მამას მოგონებიდან პატარა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელმაც აი დაიწყო არაფრიდან ფურნის დაგვიდან, ხო? დაიწყო ბანკში ფულის შეგროვება. მამა ამბობდა, რომ აი შავ პურზე იჭდა. შავ პურს ჭამდა და ბანკში ფულს დებდა და მე გერმანიიდან რომ ჩამოვიდა, აი ამ სახლის მშენებლობა დაიწყო და 30 წელიწადი აშენა. ბანკში ჰქონდა აი სესხი აღებული, მაშინდელი სესხი იყო და პატიოსნად ფარავდა ამ სესხს და 27 წელს სულ ბოლო შესატანი რომ დაფარა, მაშინ წართოს კიდევაც 400 რუსულად было ваше, стало наше. თქვენ ეს ნახეთ სხვენში ახლა ეს ნაწილები ხო? ეს ნაწილები იყო გაფანტული. ერთ ადგილას არ იყო. აი მთლიანი ტორსი იყო ერთ ადგილას, ფრთები იყო. საფი თავი საერთოდ ვერ ვიყავით.
იყო დაახლოებით 50% შემორჩენილი. ნახეთ, აი ეს იყო შემორჩენილი. ერთი ფრთა. ხო, ამის მიხედვით გავაკეთეთ. აი ეს ფრთა არის მთლიანად აღდგენილი. ეს არის ახალი. ამ ფრთის სიმეტრიულად გავაკეთეთ ეს. ხუნუნცი რო ეკუთვნის, ხუნუნცის ქალიშვილი გაყვა იმას, რაც ის არის თქვენი მასში წერია. მადათოვს? მადათოვს. ისე რომ თითქოს ორი მფლობელი უნდა ყოფილდათ, მაგრამ რო ხუნუნცის სახლი არის ეგ ნამდვილად. ხუნუნცის მთელი სახლია თუ შეიძლება რაღაც ვთქვათ პირველი სართული იყიდა კაცმა, ანუ ესეთი რაღაცები ხდებოდა, რომ სახლს აშენებდა ერთი ადამიანი მფლობელი. და მე რაღაცა ბინებს ყიდდა. და ეს რომანტიული ვარიანტია. არა, ეს რომანტიული ვარიანტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს ნამდვილი არა. გაჩნდა ასეთი ლეგენდა ამ სახლთან დაკავშირებით, რომ ეს სახლი ააშენეს მოხუცებულმა ცოლ-ქმარმა ააშენა. მათ გარდა ესვალათ ქალიშვილი და აი ზემოთ ეს ლამაზი ბელვედერი, რომელიც არის დაშენებული, აქ ისხდნენ ხოლმე ამ აივანზე და უყურებდნენ სასაფლაოს, რომელზეც იყო დაკრძალული მათი ქალიშვილი. გონია რომ ის მანდატოვა შეიძლება ხუნუნცი იყოს წარმოშობით. მადათოვა ნამდვილად არის წარმოშობით ერისთავი, ანა ერისთავი, რომელიც გაყვა მადათოვს ცოლად. მადათოვებიც იყვნენ სომეხი თავადები, ძალიან დიდგვაროვანი სომეხი თავადები იყვნენ და 1901 წელს დაქორწინდნენ. და ეს სახლი არის ამ ანა მადათოვაზე გაფორმებული. და მერე შესაძლოა რამდენიმე წელიწადში, ანუ 1903 წელს აშენდა ეს სახლი და შესაძლოა მოგვიანებით მიყიდეს აი ამ ხუნუნცს, ხო? აი ამ დიდკიბეზე ფერდებს. ხო, აი დიდკიბეზე. ხდია. ნუ ისინი იყო დარჩი, ეხლაც არის დარჩენილი რაღაცა, იმიტომ რომ ხალიჩები იყო, ეს ხალიჩები აღარ მახსოვს, მაგრამ ნახატები მახსოვს, რა თქმა უნდა და ანუ აი ქვემოდან რა ამ გვირაბით რო ამოდიხარ ეს ყველაფერი იყო მოხატული სანათები თვითონ ეზო იყო იცით როგორი ბარდები და იასამნებით ის არის და იქით მხარე ბზა და თუთისხე ასე ასეთი საინტერესო განლაგება ამ სახლისთვის მოიფიქრა მიხეილო გაჯანოვმა ცნობილმა თბილისელმა არქიტექტორმა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შემოიტანა თბილისში აი ესეთი მოდერნის სტილი. პარიზიდან ჩამოქონდა სპეციალური ალბომები, სადაც იყო დახატული აი ეს მოდერნის არტ ნუვო, არტ დეკო, ანუ სხვადასხვა სახელწოდება, მაგრამ ჩვენ ვამბობთ მთლიანობაში მოდერნს. აი ეს ნიმუშები, როგორიც იყო პოპულარული ევროპაში. ეს ნიმუშები ჩამოქონდა და ამ ნიმუშებით უკვე აქ თბილისში სახელოსნოებში ამას ყველაფერს აკეთებდნენ. კარგად ეთყობა აი ამ ნაწილს სადარბაზოსი, აი ეს საბჭოთა კვალი, ასე ვთქვათ. აი ეს მრავალჯერ შეღებილი კედელია, მაგრამ აი ნახეთ ესენი ჩამოიყარა, აი ამის ჩამოფხეკა შეიძლება და ამის ქვეშ არის შენარჩუნებული მოხატულობა. ეს ყველაფერი არის გაკეთებული თბილისელი ხელოსნების მიერ. ესეც ძალიან ღირებულია, იმიტომ რომ ეს არ არის ვიღაცის ჩამოყვანილი ხელოსანი, რომელიც აი ამას გიკეთებს და მიდის. ეს ყველაფერი კეთდებოდა თბილისში. არის კარგება და ახლა ბრუნდება და ამიტომ ესე ვინტერესდებით ამ ისტორიებით, იმიტომ რომ ბედად შემორჩენილია ეს მოხატულობა. ხო, მე გადაღებეს კომუნისტების დროს გადაღებილია ქვეში, ძალიან კარგი ის იყო და 78-ში იყო რემონტი, აქ მაშინ კაპრემონტს ეძახდნენ. ვეხვეწებოდი და ამას ნუ გადაღება და რა ბრძანება და ბესკრე, ძალიან იბრძოლეს მეზობლება, მაგრამ მაინც ნუ გადაღებეს.